მეხუთე საუკუნის შემდეგ ველისციხეში ტრადიცია აღდგა და ახლა დაშენებულ კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ტაძრის წინამძღვარმა მამა გრიგოლ მთვარელიშვილმა აკურთხა სოფელი მრევლი და დალოცა ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობა მიიღო. Წანცეთი ღმერთი მამა ყოვლისა მკრობელი შემოქმედი სათა და ქვეყანისა. საუკუნეების შემდეგ სადღესასწაულო წირვა ველისციხის კვირაცხოვლის სახელობის ტაძარში კვლავ აღევლინა. იმისათვის, რომ ტრადიცია აღდგენილიყო, სოფლის მხარდაჭერით, ციალა გარსევანიშვილის ინიციატივით და მამა გრიგოლ მთვარელიშვილის ორგანიზატორობით ტაძარი იმ ნიშაზე აიგო, სადაც მეხუთე საუკუნეში იყო. გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს მეუფე ექვთიმეს კურთხევით, მამა გრიგოლმა როგორც ტაძრის მშენებლობაში, ასევე მოხატვაში მიიღო მონაწილეობა. მომლოცველების ნაკადი ტაძარში დილიდან არწყდებოდა. მრევლის სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო, ეზიარა, მოილოცა ნიშა, მათ უფალში ავედრეს თავიანთი სოფელი, სამშობლო და ოჯახები. ტაძრის წინამძღვარმა მამა გრიგოლ მთვარელიშვილმა განსაკუთრებული პატივი დალოცა ამ საქმის მთავარი ინიციატორი და მრევლის წევრი ციალა გარსევანიშვილი. მან წლები იღვაწა იმისათვის, რომ სოფელში კვირაცხოვლის ტაძარი კვლავ აგებულიყო. მამა გრიგოლმა მრევლს ამ დღის ისტორია დეტალურად გააცნო. ქრისტიანსგა ჭეშმარიტ აღდგა ეს ესალმებიან ქრისტიანები აღდგომიდან ამაღლებამდე და დღეს არის აღდგომიდან აღდგომის გაახლება კვირაცხოვლობა და დღეს არის უდიდეს დღესასწაული ველისციხის, იმიტომ რომ ველისციხელები ყოველთვის ოცნებობდნენ, რომ აშენებული იყო აი აქ ტაძარი, რომელიც უძველად იყო, მერე დაანგრიეს, მაგრამ ნიში მაინც დატოვეს და ყველა აქ მიდიოდა, რომ ეს დღესასწაულად ქცეულიყო, რომ დღესასწაულს მაინც აღნიშნავენ და დღეს არის დღე, როცა აი ამდენი ხალხი შეიკრიბა. ველისციხელებს თელ საქართველოს ულოცავ კვირაცხოვლობა. მეხუთე საუკუნეში აი ამ ტერიტორიაზე აშენებული იყო კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია, მაგრამ ვერაგულად დაანგრიეს, მაგრამ ველისციხელები ჩვენ ტრადიციებს არ ვკარგავ. ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ ავიღე, რომ უნდა ყველა საბუთები მომემზადებინა და აგვეშენებინა შემოწირელობით კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია. და უნდა ითქვას, რომ მართლაც შევძელით ეს მართალია ძალიან დიდი დაბრკოლებები გამოვიარე. აი სანამდე დავიწყებით 8 წლის განმავლობაში, მაგრამ კეთილი ხალხის, გულისხმიერი მშრომელი ხალხის დახმარებით, გვერდში მდგომით აღვადგინეთ. მადლობა მამა გრიგოლს ასეთი დიდი ბედნიერებისთვის, რაც ველისციხეს წლების განმავლობაში არ ქონდა ტრადიცია, რომ იყო კვირაცხოვლის ნიში, რომელიც ვერ აღსდგა ამდენი წლების განმავლობაში და მადლობა მას, მამაოს, რომელმაც ითავა ეს ყველაფერი და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გვერდში დაუდგა და წვლილი შეიტანა ამ ტაძრის მშენებლობაში. დღესდღეობით ძალიან დიდ სიხარულს გამოვხატავთ ყველანი ამის გამო. ტრადიცია, რომელიც ველისციხეში ცდილობს და მამა გრიგოლი ცდილობს დაამკვიდროს მივესალმებით. ველისციხელების უდიდესი ნატრა იყო, რომ აქ აშენებულიყო ტაძარი. წელს პირველად კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის ეზოში მამა გრიგოლის ინიციატივით სოფლის დღეობა გაიმართა. პატარებს საშუალება ჰქონდათ ნახატები სხვადასხვა თემატიკაზე შეესრულებინათ. მათ განწყობაზე ცოცხალი შესრულებით ბენდი ზრუნავდა. ყველა, ვინც ლექს იტყოდა ან იმღერებდა, სასულიერო პირის საჩუქრებს ურიგებდა. პატარებს ჭადრაკები, ფერადი ფანქრები, გუაშები და მათი საყვარელი გმირებით საკანცელარიო ნივთები და სუვენირები გადასცეს. ყველას გილოცავთ კვირაცხოვლობას. მამა გრიგოლი ბავშვებს ყოველთვის ურიგებს, საჩუქრებს და ახარებს. ეს როგორც თვისუბანში, ასევე ველისციხის ტაძარშიც და უკვე დაურიგა და ბავშვები გააბედნიერა და ამით ყველა ბედნიერია. ჩვენ სოფელში პირველად აღინიშნება ეს დღე და ძალიან მიხარია და ამდენი ხალხს რო ხედა, ძალიან მახალისებს ყოველივე და იმედია დიდხანს გაგრძელდება ეს ტრადიცია. დღეს ჩატარდა წირვა, ყველას გვიხარია ეს დღესასწაული, მერე გაიმართა ღონისძიებები და კარგია რომ ვიზეიმით. ეს დღე ნამდვილი ზეიმი იყო ველისციხელებისთვის.